მოგესალმებით, ეს გახლავთ გადაცემა მედიცინა შენს ენაზე და დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ფრიად საინტერესო თემაზე. ეს გახლავთ ინსულტი, დაავადება, რომელიც ხშირად არაერთი პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება და ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ვირჯინიის ჰოსპიტალური ცენტრის ინსულტის პროგრამის კლინიკური დირექტორი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის კლინიკური პროფესორი ბატონი ზურაბ ნადარეიშვილი. გამარჯობათ ბატონო ზურაბ. დიდი მადლობა, დიდი პატივია თქვენთან სტუმრად ყოფნა და სათავარ. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. ვიცი რომ ცოტა ხნით ხართ საქართველოში და ვაფასებთ რომ დრო გამოყავით ჩვენთვის. დიდი მადლობა თქვით პატივია. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ და საზოგადოებისთვის გასაგებინაზე ავხსნათ, რა არის ინსულტი ზოგადად? ინსულტი ძველი ტერმინი, ძველი არ არის ქართული ტერმინია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ანუ სისხლძარღვის დახშობა სხვადასხვა მიზეზით. ეს შეიძლება იყოს თრომბით გამოწვეული, შეიძლება ეს თრომბი ან რომელსაც ემბოლს უძახით, სხვა ადგილიდან მოვიდეს და გულია ერთ-ერთი ხშირი მიზეზი ამისა, ან უბრალოდ ძალიან წვრილი სისხლძარღვების დაზიანებით წნევის გამო. ორი ძირითადი ტიპია, ერთი არის იშემიური ინსულტი, რომელიც თითქმის 80-85% მიზეზია ინსულტებისა და მეორე არის ჰემორაგიული პირიქით ესაპირისპირო პროცესია, სისხლძარღვის დაზიანება, გასკდომა ხდება სხვადასხვა მიზეზების გამო და სისხლის ჩაქცევა შესაბამისად ქსოვილში. ყველაზე ხშირი მიზეზი ამისი არტერიული წნევაა, მაღალი და აი ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ესეთი მარტივი ტიპები ასე ვთქვათ. უკვე გითხარით პირველი გამოვლინება ინსულტის, არტერიული ჰიპერტენზია, ანუ გასაგებინაზე რა ვთქვათ, მაყურებლისთვის მაღალი წნევა. საინტერესოა კლინიკა, აი როგორ უნდა ვიცნოთ მარტივად ეს დაავადება, როდესაც სამედიცინო სფეროსთან არ აქვს შეხება ადამიანს. რა თქმა უნდა, ხა თუ დავიწყოთ მოდით წნევით, პირველადი ექიმის მოვალეობაა ეს პირველ რიგში ამისი კონტროლირება და როდესაც არის 130-90 და ამის ზემოთ, უკვე ეს ითვლება რისკ ფაქტორად. ხა წნევაზე ორი რამე უნდა ვთქვათ, რა წნევა შეიძლება იყოს მიზეზიც და რისკ ფაქტორიც ინსულტის. რა მიზეზი არის აი ეს სპეციფიური პრობლემის დროს წვრილი სისხლძარღვების დაავადება, რასაც ქვია და სპეციფიურ ღრმა სტრუქტურებში იძლევა დარღვევას ესისა და ეს არის პირდაპირ წნევით გამოწვეული და დანარჩენი ყველა ტიპის ინსულტებისთვის კი რისკ ფაქტორია წნევა. ასე რომ უზარმაზარი ესენიჭება, რა ქვია, როლი. გარდა ამისა, წნევის პრევენციით, ნორმალიზაციით შეიძლება საკმაოდ დიდი რაოდენობის ინსულტების თავიდან აცილება და საერთოდ ესეთია ეპიდემიოლოგების დასკვნა ამ დაავადების შესახებ, რომ 8 ფაქტორი, 7-8 ფაქტორი არის მოდიფიცირებადი, რომელიც იწვევს ინსულტების 90%-ს. რომ წარმოვიდგინოთ რა არის ეს ფაქტორები: წნევა, ქოლესტეროლი, დიაბეტი, თამბაქოს წევა, რა თქმა უნდა, ვარჯიშის ნაკლებად, ფიზიკური ვარჯიშის ნაკლებად დატვირთვა და თურმე აი ეს 7-8 ფაქტორი, ხო, აი რო გააერთიანო 90%-ის ინსულტისა და აი წარმოიდგინეთ, რამდენად ეს პრევენტირებადია ეს მძიმე დაავადება. შეგვიძლია მარტივად ავირიდოთ თავიდან უბრალოდ წნევის კონტროლით. წნევა, შაქარი, ქოლესტეროლი, თამბაქოს არწევა, აქტიური ცხოვრების წესი და ეხლა ყველაფერს ნოლამდე ვერ დავიყვანთ, მაგრამ უკვე შემდეგ მოდის ესეთი დაავადებები, როგორიც არის, თქვათ, გულის დაავადებები და ყველაზე ერთ-ერთი ხშირი მიზეზი მოციმციმე არითმია და მოციმციმე არითმიის დროს თუ აღმოჩენილი იქნება და თუ მიღებული იქნება სისხლის გამათხიერებელი საშუალებები, აქაც თითქმის 1%-მდე შესაძლებელია ინსულტის რისკის დაყვანა. ამდენად, აი ისე ვიმეორებ, ერთობლივი მუშაობით, პირველადი ექიმების, თვითონ პაციენტების, პირველადი ექიმების, ნევროლოგების და კარდიოლოგების შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირება ამ ციფრების. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველადი რგოლი მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ოჯახის ექიმს ევალება ზუსტად ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, როგორც ვიცით, არსებობს ჩუმად მიმდინარე ინსულტიც. და საკმაოდ მწვავედ შეიძლება განვითარდეს და სამომავლოდ ძალიან ცუდი პროგნოზით დასრულდეს ეს ყველაფერი. ამაზეც რო ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ახლა ჩუმად მიმდინარე ისე რომ პაციენტი ვერ ხვდება რა ამას რა და მე შემდეგ გავაკეთებთ
მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლევას და იქ ხედავთ რა და ეხლა რა არის ამის მიზეზი? ისევ ამის ყველაზე ხშირი მიზეზი წნევა არის ამისი რა და აი ამ წნევით გამოწვეული ინსულტებს ხედავთ ეგრეთ წოდებულ თეთრ ნივთიერებაში, ქერქვეშა კვანძებში, თავის ტვინის და ეხლა მერე რა ხდება იცით ამ ჩუმი ინსულტების აკუმულაცია ხდება რა და მერე სამწუხაროდ ვითარდება დემენცია. ეს არ არის ალცჰეიმერის დემენცია, ეს არის ეგრეთ წოდებული ვასკულარული დემენცია, რომელიც პირდაპირ განპირობებული არის აი ამ წნევის ფაქტორით და იწვევს ორივეს, აი მიკროიშემიებსაც, რომელსაც გითხართ სუბსისხლ ძარღვებში და მიკროსისხლჩაქცევებსაც, ასე ვთქვათ რა და ეს ორივე ძალიან აზიანებს ტვინის ფუნქციას. სამწუხაროდ შეუქცევადი პროცესი ხდება, სამ დადგენილი არ არის, მაგრამ პრინციპში შექცევადია რა თუ როდესაც წნევის კონტროლა წნევა აყვანილი იქნება, იქ შეიძლება შეჩერება ამ პროცესის და ეხლა ვასკულარული დემენციის ერთადერთი დადებითი მომენტი ალცგეიმერთან შედარებით ის არის, რომ შექცევადობა პოტენციურად შესაძლებელია ამ პროცესს, მაშინ როდესაც ალცგეიმერი სამწუხაროდ შექცევადი არ არის. რამდენად მნიშვნელოვანია დროული ამოცნობა ამ დაავადების მკურნალობის ტაქტიკის თვალსაზრისით? ძალიან მნიშვნელოვანია. ხა პირდაპირ მინდა დავიწყო, რომ ესეთი კონცეფცია დასავლეთში და ჩვენთანაც უნდა დაინერგოს და თქვენ ახალგაზრდებმა რაღაცნაირად უნდა შემოიტანოთ, რომელი ტერმინი იქნება კარგი ამისთვის. დრო ტვინია ესეთი ისა ერთი წუთის განმავლობაში დაახლოებით 14 მილიონი ნეირონი იღუპება იშემიის დროს. ნუ ხალხს რა თქმა უნდა ექსპერიმენტულ ცხოველებშია დადასტურებული, მაგრამ იგივე არის ადამიანებში. ამიტომ ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა. როგორც კი ეჭვით გაჩნდება ამ პრობლემაზე, იმ წუთშივე უნდა იქნეს არავითარი პირველად ექიმთან რეკვა, არავითარი 911-ის ანალოგი თქვენი მხარით არის 112 არის. დარეკეთ 112, არავითარი ნათესავს, მეზობელს, ბიძაშვილს ვკითხო, არა. პირდაპირ დარეკეთ 112, იმიტომ რომ პრობლემა გადაჭრადია და შველა შეიძლება 4 საათნახევრიან ფანჯარაში ინტრავენური თრომბოლიზისისთვის და 24 საათიან ფანჯარაში ძიმე ინსულტების თრომბექტომა. ეს არაფრით არ ნიშნავს, რომ 4 საათნახევარი უნდა ელოდოს და მერე დაარეკოს, იმიტომ რომ მერე ფანჯარა ამოიწურება და ვერაფერი ვერ გაკეთდება. ამიტომ იმ წუთში ვერ აუცილებლად უნდა პირველ რიგში 112 და ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. დიახ, ძალიან საინტერესო ფრაზა მოვისმინეთ, დრო ტვინია, რაც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რათა დროულად მოხდეს სასწრაფო დახმარების გამოძახება, როგორც უკვე მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია ასევე რეაბილიტაციასაც რომ შევეხოთ. ხშირად ხდება, როგორც ვიცით, ინსულტი და დგება ის საფეხური, როდესაც პაციენტებს სჭირდებათ რეაბილიტაცია. ზოგადად რას გვეტყოდით რეაბილიტაციის პროცესზე? ძალიან მნიშვნელოვანია რა, მკურნალობაზე მოკლედ ვისაუბრეთ. მკურნალობა ერთი როგორც გიხარით ინტრავენური თრომბოლიზისია, მეორე არის ისა რა ქვია მექანიკური თრომბექტომია, როდესაც ამ თრომბს გამოიღებენ. თრომბოლიზისი ნიშნავს, რომ დაშლის თრომბს, მაგრამ ამის შემდეგ ეტაპი დგება. ახლა რა თქმა უნდა, თუ ესენი იყო დროულად ჩატარდა, შანსები კეთილი გამოსავლისა 50%-ზე მეტია და ეს ძალიან დიდია, მაგრამ დარჩენი 50% რჩება, რომელსაც არ აქვს ესეთი საკეთილი მედო გამოსავალი და საჭიროებს რეაბილიტაციას. ნუ რეაბილიტაციაში რამდენიმე ძირითადი პრინციპია. ახლა შესაბამისად დაზიანებული ფუნქციების მიხედვით და ყველაზე უფრო ხშირი ფუნქცია დაზიანების არის მოტორული ფუნქცია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და უამრავი კვლევები მიმდინარეობს ამისი და საკმაოდ საინტერესო კვლევებია სხვათა შორის რა. ეხლა ერთი იყო ძალიან დიდი გატაცება იყო რობოტული თერაპიის, მაგრამ აღმოჩნდა რომ რობოტული თერაპია კარგია, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული შედეგები ჩვეულებრივ რეაბილიტაციასთან არ აქვს. მეორე საინტერესო მიდგომა იყო სტიმულაცია და სხვადასხვა ტიპის სტიმულაცია იყო, ტრანსმაგნიტური სტიმულაცია, ტვინის, ანუ მაგნიტური ველით აკეთებდნენ სტიმულაციას. ჯერჯერობით დადებითი შედეგი არ გვაქვს, მაგრამ მკურნალობა გრძელდება. და ნუ ყველაზე კვლევის ეტაპზეა ალბათ. კვლევის ეტაპზეა, დიახ, ექსპერიმენტულ ფაზაში. ჯერჯერობით რაც გვაქვს არის კლასიკური რეაბილიტაცია, რომელიც არის ასეთი ფიზიკური თერაპია, სპეციალისტების მიერ ჩატარებული ოკუპაციური თერაპია და ისიც ვიცით, რომ რაც მეტია ესა გამოსავალი უკეთესია. სამწუხაროდ ჯანდაცვა საკმაოდ ძვირი და ჯდება უკვე მთელ მსოფლიოში და სისტემებს არ შეუულიათ, რომ ამდენი ფული ჩადონ, რომ ასეთი ინტენსივობით ჩატარდეს. ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამწუხაროდ 2 საათზე მეტი რომც წევს იქ აქტიური ამ სპეციალისტებთან 2 საათზე მეტი მაინც არ გრძელდება ესა და ნუ ეს ვიცი და მეორე საინტერესო მომენტი აღმოჩნდა მოტორული ფუნქციის ისა, გვეგონა რომ იმ წუთშივე დაწყება იყო ძალიან კარგი რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა აქტივირება კარგია იმ წუთში, მაგრამ აღმოჩნდა რომ აი
ფანჯარა, საუკეთესო ფანჯარა რეაბილიტაციისთვის, აი მოტორული ფუნქციას გულისხმობ განსაკუთრებით, სადღაც არის 3-დან 6 კვირის ფარგლებში რა და ალბათ აი ამ მომენტში ყველაზე მეტი ინვესტირება უნდა გაუკეთეს ყველა ამ პროცედურებს, რასაც აკეთებენ და ნუ ეხა ახალი თაობა ბრძანდებით თქვენს და მომავალი კიდე მოდის და კომპიუტერულია, ძალიან საინტერესოა ეს რა თქმა უნდა ჩიპების მეთოდოლოგია. ანუ ეს უკვე მარტო რეაბილიტაცია არა, მაგრამ იმ ფაზაში დგება, როდესაც ანუ რა ხდება, ნუ რო წარმოვიდგინოთ მოტორული გზა იქნება სენსორული თუ სხვა, ანუ ეხა ელექტროობაა და ელექტრული მავთული გადის რაღაც ეტაპებზე, სადღაც ამ ინსულტის გამო გადაკვეთილია ეს მავთული და აქ არ ხდება ინფორმაციის გატარება და აი ეს არტიფიციალური ინტელიგენციის საშუალებით ძალიან დიდი მონაცემების გადამამუშავებელ ჩიპს შეუძლია ნევრული აქტივობა ამოიცნოს და ეს გადაცეს აი ამ ადგილას ბლოკს შემოუაროს და ქვევით გადაეცეს. ნუ საოცარი შედეგები. ჯერ რა თქმა უნდა 3, 4, 5 პაციენტია ეს ერთ-ერთი არის ნეიროლინკი. ამას ოპერაციაში ჭირდება ამის შადგმას, მაგრამ არ არის ხარშთული ოპერაცია. მეორე კიდევ უფრო ინოვაციურია სისხლძარღვებიდან ხდება შესვლა იქა და ჩატოვება ამ ჩიპის იმაში, რა ქვია, ვენურ სისხლძარღვების ტვინის და ეს ასრულებს ამ გადამცემის ფუნქციას. ძალიან იმედის მომსვლელი გამოკვლევებია და ჯერჯერობით არა მარტო ინსულტზე, არამედ სხვა უმძიმეს ნევროლოგიურ დაავადებებზეც, როგორც არის ტრამვა, მაგალითად, მძიმე და აი ესეთი არის გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, ძალიან ტრაგიკული დაავადებაა და ხანდახან ახლა დაწყებულია კლინიკური გამოკვლევები ამის და ეს ესეთი მომავლის რეაბილიტაციის იმედია და ხელოვნური ინტელექტი ჩართულია ნევროლოგიაშიც, რა თქმა უნდა, ყველა და მედიცინის დანარჩენ სფეროებთან ერთად. მნიშვნელოვანია ეხა ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ვისაუბროთ ამ დაავადების გართულებებზეც, იმიტომ რომ ძალიან მწვავედ დგას ეს საკითხი თავად პაციენტის ცხოვრებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათთვის მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოტორული ფუნქციის შეზღუდვა ხდება უმრავლეს მათგანში და ეს მათთვის კრიტიკულია. რას ვიტყოდით გართულებების შესახებ? მართალი ბრძანდები და გართულებები შეიძლება დაიყოს რამდენიმე, ორ ჯგუფად დავყოთ, მოდით რა. მწვავე გართულებები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის დროს ხდება და შემდეგი გართულებები. ჰოსპიტალიზაციის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ფილტვების ანთება პნევმონია. ბევრ მათგანს დარღვეული აქვთ ყლაპოა და ამის გამო სამწუხაროდ ხდება ასპირაცია ფილტვებში და ეს იწვევს საკმაოდ სერიოზულ პნევმონიებს და რაც უფრო მძიმეა ინსულტი, აღმოჩნდა რომ უფრო მეტია პნევმონია, იმიტომ ჯერ ერთი ამ ფუნქციის გამო და მეორეს ერთი აღმოჩნდა რომ მძიმე ინსულტი იმუნიტეტზე მოქმედებს პირდაპირ ესეთი სიმპათოადრენალური სისტემის საშუალებით და აქვეითებს სამწუხაროდ იმუნიტეტს და კიდევ უფრო მიდრეკილი ხდება ამის მიმართ და საშარდე გზების ინფექცია ასევე ხშირი ის არის, რა ქვია, ეს მწვავეს რაც შეეხება და ყველაფერს ვცდილობთ ამის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ. ეხლა ქრონიკული ბრძანეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოტორული, რა თქმა უნდა, მაგრამ მოტორულის გარდა უამრავი ხა თქვენ ჩამოთვალეთ უკვე კოგნიტიური ფუნქციების დარღვევაა და ეს ალბათ ამ კატეგორიაში უნდა გავიდეს, პირველი მეტყველებაა. სადღაც ესამეც 25%-ს აქვს მეტყველების დარღვევა. აქ უკვე ერთვება ლინგვისტური ლოგოპედებს უძახდით ჩვენ ადრე, ესენი არის სერტიფიცირებული სპეციალისტები მეტყველების ვარჯიშის და ესენი მუშაობენ ასევე ამ კლაპის დროსაც, მოშლილობების დროსაც ესენი არიან ჩართული ამ მუშაობაში და შემდეგ ეს ისა რა ქვია. ეხლა ტვინს ერთი კარგი თვისება აქვს პლასტიურობას უძახით ჩვენ დაზიანებული უბნების ფუნქციას იღებენ სხვა უბნები და აი ამიტომ აქვს ამას მნიშვნელობა. ხანდახან თავიდან გვიწევს სწავლება კითხვის. და შესაძლებელია, სადაც სხვა ისენი უნდა ჩაერთო და აი ამაში არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ speech language therapistებს, ანუ ლოგოპედებს სხვანაირად რო ვთქვათ და აქაც ავადმყოფის ენთუზიაზმზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, იმიტომ რომ უნდა რაღაცნაირად რაც შეიძლება, აქაც იგივე პრინციპია, რაც მეტი უკეთესია, რა ვთქვათ და მერე მოდის სამწუხაროდ სხვა კოგნიტიური პრობლემებიც, რა თქმა უნდა, რა და თქვენ მეხსიერება ბრძანეთ, მეხსიერება არ არის მარტო ალცჰეიმერის დაავადების პრობლემა, სამწუხაროდ ინსულტის პრობლემაც არის და ლოკალიზაციას გააჩნია სად იქნება და ეხლა ზოგჯერ შეიძლება იყოს შექცევადი პროცესი და გაუმჯობესდეს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება სამწუხაროდ შეუქცევადი პროცესი იყოს და კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ კოგნიტიური მოშლილობების და დემენციების უმრავლესობა შერეულია, იცით, ესე იგი იყო რაღაცა
მზაობა, არ ვიცით ეს გენეტიკურია, ალბათ ალცჰეიმერის მიმართ, მაგრამ შეიძლება დაამართნოდა 95 წლის ასაკში, მაგრამ აგერ ინსულტი რო დაემართა 75 წლის ასაკში, ამან გამოიწვია გაუარესება მნიშვნელოვანი მეხსიერების ფუნქციის და აი ესეთი მექანიზმებიც არის. ეს ინტენსიურ შესწავლას გადის და იმედია გვექნება რაღაცა რეალური ჩარევები, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით მეხსიერებასთან დაკავშირებით სპეციფიური წამლები არ აქვს. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ შეუქცევად გართულებებზე და ხშირად ამ ყველაფერს თან ახლავს დეპრესია ესეთ პაციენტებში, რაც საკმაოდ მწვავე პრობლემაა. აი ამაზე რას ვიტყოდით? Მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია ამ პროცესში. აუცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ ეს პრობლემა. ერთი არის, ვისაც ჰქონდა დეპრესია და დაემართა ინსულტი, აუარესებს ძალიან მძიმედ და მეორეა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა დაემართა. 30% არის კი, ვისაც არ ჰქონია იმას, რომ დაემართოთ დეპრესია და ნუ რა თქმა უნდა, ფუნქციების დარღვევასთან პირდაპირ კავშირში განსაკუთრებით მოტორული ფუნქცია, როდესაც დაზიანებულია, იწვევს დეპრესიას, რა თქმა უნდა, პაციენტის რა. ამიტომ აუცილებელია და ეს გაიდლაინებში პირდაპირ არის გაწერილი ევროპულშიც და ამერიკულშიც, რომ სკრინინგი ჩატარდეს დეპრესიის, სპეციალური კითხვარები არის და ეს არის უკვე ან პირველადი ექიმის მოვალეობა, ან ნევროლოგის, რომელიც იბარებს ვიზიტზე, ორკვირეიან ვიზიტზე. ხა გაწერის დროს არ არის იცით ისეთი ეფექტური და ნაჩვენები, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ მწვავე პერიოდია და ძალიან ბევრი რაღაცა საჭიროებს, ასე ვთქვათ, პროცესების ჩაცხრობას, ჩაციებას და მე სადღაც აზრი აქვს ორი კვირიდან 3 თვიანი ვიზიტის განმავლობაში რომ მოხდეს ამისი ამოცნობა, ესეთი მარტივი კითხვარი არის. სხვადასხვა ხა ბრიტანეთში სხვა ტიპის არის, ამერიკაში სხვა ტიპის არის, ნუ ძალიან ადვილია მაგის გადმოქართულება და არის გადმოქართულებული ვერსია, ხა ჩემი კოლეგები თანამშრომლობენ ჩვენ და აკეთებდნენ ამას, ამიტომ აუცილებელია ამის გაკეთება. იმიტომ რომ მკურნალებადია ეს პრობლემა, ანუ მორჩენადი არა, კონტროლირებადია უფრო სწორედ კარგად თუ იმას ვიზამთ და ნუ რა არის კონტროლირებადი ანტიდეპრესანტების დანიშვნა, ხა თუ საჭიროა ხანდახან სხვა ტიპის ჩარევიც არის, მაგრამ ხა ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის სხვა ტიპის ჩარევები, საკმარისი არის ალბათ ანტიდეპრესანტული მკურნალობის დანიშვნა და კონტროლის ქვეშ ამ პრობლემის აყვანა, რაც შემდეგ აუმჯობესებს გამოსავალს. რა თქმა უნდა. ინსულტის. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ძილში მომხდარ ინფარქტს. ორი სიტყვით რომ ძალიან დიდი პრობლემაა და სერიოზული პრობლემაა ეს და ახლა აგიხსნით რატომ რა ესე იგი დაახლოებით 15% 10-დან 15%-მდე ხდება ძილში. ეხლა ეს ფანჯარა რო გითხარით ამ თრომბოლიზისის ფანჯარა ძალიან მკაცრი ფანჯარაა 4 საათნახევრიანი, იმიტომ რომ რა ხდება ამის შემდეგ ჯერ ერთი შედეგი არ არის და მეორეს ერთი ტვინში სისხლჩაქცევის რისკი მატულობს რა და ესეთი პაციენტებიც გაგვიძებისთანავე აუცილებლად უნდა მიყვანილ იქნან საავადმყოფოში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძილში განვითარებული, შესაძლებელია თრომბოლიზის გაკეთება ამ დროს და ეხლა რა არის ძილის პრობლემა? თუ ადამიანმა დაიძინა ღამის 12 საათზე, დილის 6 საათზე გაიღვიძა ამ პრობლემით და მოვიდა 4 საათნახევრიან ფანჯარაში, შენ არ იცი ესა დაიწყო ღამის 12 საათზე თუ დილის 6 საათზე დაიწყო. აი აქ უკვე მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა აქვს შველის და არის ესეთი სპეციფიური სეკვენსი, რომელიც გეუბნება, რომ აი აქ 4 საათნახევარზეა და ამ დროს ვაკეთებთ. ეხლა უფრო გამარტივდა ეს კიდე კომპიუტერული ტომოგრაფიის უფრო მარტივი მეთოდები და კომპიუტერული ტომოგრაფიული პერფუზიის მეთოდებით ესეც შესაძლებელი ხდება მაგნიტორეზონანსული გამოკვლევის გარეშე. ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართონ, რომ ესეც ასე ვთქვათ, მორჩენადი შესაძლებელია მორჩენადი პრობლემა იყოს. ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს პროფილაქტიკის შესახებ. რატომ უნდა მიმართონ პირველად ჯანდაცვის რგოლსი გულისხმობა აქვს ოჯახის ექიმი? რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ჩვენ უკვე ვახსენეთ ესა და ნუ ეხლა თითოეული აი ამ პრობლემასთან დაკავშირებული ჩარევა დაახლოებით 15-დან 20%-მდე ამცირებს რისკს რა. წნევის მკურნალობა 15-20% შემცირება, დიაბეტის მკურნალობა 15-20% შემცირება, ასპირინი 15-20% შემცირება, ქოლესტეროლი 15. ეხლა ძალიან კაი იქნებოდა რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატებოდეს და ჯამური 100% გამოდიოდეს, მაგრამ არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რა. თითოეული ეს ნაბიჯი აი ესე მნიშვნელოვნად ამცირებს ამას და ნუ ამას რა უნდა ძალიან მარტივია, წნევა უნდა იყოს 130-80-ზე ნაკლები. შაქარი არის შაქრის ესეთი ერთეული, ნუ ეს უფრო ექიმებისთვის არის ჰემოგლობინ 1C, რომელიც უნდა იყოს საუკეთესოა რა თქმა უნდა 6-ზე ნაკლები, მაგრამ ნუ ხა ვისაც დიაბეტი აქვს ეს
მის ხანდახან შეუძლებელია 7-ზე ნაკლები, ესა ქოლესტეროლი არის ესეთი ცუდი ქოლესტეროლი LDL მე სამწუხაროდ ამერიკულ ერთეულებში მაგ ეს ჭაბეშტილი 70-ზე ნაკლები და ყველაფერი აი ამის ერთობლიობით ისე უბრუნდებით იმ 7 ფაქტორს და თამბაქოს მოწევაზე მინდა ვისაუბრო რა რატომღაც საქართველოში არ ჯერათ რა რომ ეს ნამდვილია და დამერწმუნეთ რა ნამდვილია და თამბაქოს შემცირება ვერ წარმოიდგენთ 50% დამცირებს ინსულტის, მე განმეორების რისკებზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ჩემი პაციენტი არის უკვე ინსულტიანი პაციენტი და პირველად ინსულტის პრევენციაში 70%-ამდესაც შეიძლება ადიოდეს და ხა ამას დავუმატოთ ფილტვის კიბო, ნუ რამხელა ეს არის პრობლემა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რა თქმა უნდა, ასე რომ ძალიან ვთქვათ ჩვენ მაყურებელს რომ დაგვიჯეროს, რომ აი თამბაქო აი ესეთი მავნებელია და ყოველგვარი ფულის და წამლების გარეშე შეიძლება აი ამხელა ემისი 50%-ის შემცირების მიღწევა, როდესაც თითოეული ეს წამალი 15% 20% აი ესეთი ნიშნა ფიზიკური ვარჯიში რა აუცილებლად და წონის დაკლებაც ესეც ესენიც ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ. ბოლოს მინდა აუცილებლად გკითხოთ თქვენს პროფესიულ კარიერაზე. თქვენს გზაზე საქართველოდან ამერიკამდე. შეგიძლიათ რომ მოკლედ მოგვიყვეთ ამ გზის შესახებ, როგორ გაიარეთ? სიამოვნებით, მე კანადიდან დავიწყე ჯერ და საკმაოდ ესე ყველაფერი დამთხოვებია რაღაცა ისეთ საინტერესო დამთხოვები. მხოლოდ სამთვიანი მიწვევა მქონდა რა და მართლა ესე წავედი რომ ეს არა ქვია რა, 3 თვის შემდეგ ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ საინტერესო დაიწყო ჩემი თანამშრომლობა ჩემ ყოფილ მასწავლებელთან, ჯონ ნორისი იყო სამწუხაროდ გარდაიცვალა, ძალიან სოფლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ამ სფეროში და ძალიან წარმატებული თანამშრომლობა დაგვეწყო და 2 წელიწადში 5 სტატია გამოაქვეყნა, პირველი ავტორი ვიყავი და თან ისე ძალიან სერიოზულ ჟურნალებში და ამასთან ერთად მოვიპოვე კანადის ინსულტის კვლევის პრემია და ესეც ისე კარგად მახსენდება. ყველაფერი და ნუ 3 თვის მაგივრად 2 წელიწადი დავრჩი კანადაში და მერე უკვე დამაინტერესა ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლევებმა და ნუ არის ესეთი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ძალიან ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ინსტიტუტი და მათ აქვთ ასევე ნევროლოგიის ინსტიტუტში გინდა, იქ გავაგზავნე გრანტზე აპლიკაცია და გრანტმა გაიმარჯვა 120 მონაწილეს შორის 11 დაგვაფინანსეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოვედი კვლევის ჩასატარებლად. მაგრამ ეს ყველაფერი კლინიკურია, რა თქმა უნდა, ეს კვლევები. ეხლა იქ არ გაძლევენ უფლებას რომ აქტუალურად იყო ჩართული კლინიკურ პრაქტიკაში, მაგრამ პროექტის პაციენტებთან უფლება მქონდა და ნუ მე იმდენად შეხედეს რომ აინტერესებდა ეს კლინიკური მეცნიერება, მითხრეს რომ ამ ინსტიტუტის შიგნით შესაძლებელი არის ლიცენზიის მოპოვება რაღაცა პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და თუ დაგაინტერესებსო შეგიძლიათ რა იყო მოთხოვნა გავაგზავნეთ საბუთები, ნუ ხომ იცით ეს ის არა ქვია, ერთნაირი ვიზა მუშაობს, მეორენაირი არ მუშაობს და მითხრეს რომ გამოცვალთ, ამ გამოცვალს 1 წელი დაჭირდა. მერე ისე ბიუროკრატია მოbrunდა, შენ მაინც უნდა ჩააბარო ეს USMLE 1-2 და კაი ეს ჩავაბარე და ნუ მერე დირექტორი შეიცვალა, ახალი დირექტორი მოვიდა და შეცვალა ბრძანება რომ ესეთი ლიცენზია აღარ არსებობს, მხოლოდ ლაბორატორიის დირექტორებს ეძლევათ და ნუ დარჩი ჩაბარებული გამოცდებით და რა ვქნა შემიძლია გავაგრძელო PhD კარიერა თუ ექიმის ანუ MD კარიერა, ნუ გადავწყვიტე რომ დავბრუნებოდი, მაგრამ ამას კიდე 4 წელი რეზიდენტურა დასჭირდა, ეხლა ისიც ეგრევე არ არის რომ შეხვიდე იმ რეზიდენტურაში, ნუ გამოცდები ჩაბარებულია, მაგრამ კონკურსია, ინტერვიუებია, პროცესია 6 თვიანი და ჯორჯტაუნში მიმიღეს 4 წელი ჯორჯტაუნის რეზიდენტურა დავამთავრე. მე ჩემი ისე ყოველთვის ეცინებათ ჩემ მეგობრებს და მოსწავლეებს ამას რო ვყვები ხოლმე, შემოიღეს ვასკულარული ნევროლოგიის ინსულტის ქვესპეციალიზაცია ბორდი ეგრეთ წოდებული ნევროლოგიის ბორდი ხო ჩავაბარე და ამისთვის კიდე 1 წლიანი ინსულტის ის იყო რა ქვია საჭირო და კიდე გავიარე დაუბრუნდი იმ ჩემი მაშინ რა ქვია ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში და ეს გავიარე ნუ საბოლოოდ გავხდი ასე ვთქვათ თავისუფალი აგენტი და მერე დავიწყე ჯორჯ ვაშინგტონში მერე ჰოპკინსშიც ვიმუშავე და დავუბრუნდი მერე ისე ჯორჯ ვაშინგტონში ასე არ მინდა ხა მაყურებელს ძალიან მოვაწყინო თავი მაგრამ საინტერესო თავგადასავალი მქონდა. დიახ, საქართველოში გავლილი გზა თავიდან გაიარეთ ამერიკაში, ესე გამოვიდა. კი. კანადის არ ჩამითვალეს. კანადაში 2 წელი არ ჩაითვალა არც ერთი მასში სისტემაში. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ცოდნის გაზიარებისთვის. რაც ამერიკაში დააგროვეთ, საქართველოში ახლა ჩვენი მაყურებლისთვის ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი მოწოდებაც, რჩევაც
დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი პატივი იყო თქვენთან სტუდიაში ყოფნა და ძალიან თქო მაყურებლებს რომ გაითვალისწინოს. იმიტომ რომ მე კი არა ვთქვი, ეს ამას მთელი მსოფლიოს ექსპერტები ამბობენ და ეს ისეთი პრევენტირებადი დაავადებაა. ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს მხარდაჭერისთვის. თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვიყურეთ.